ზია ფორმულა მოგცა რა. იმოქმედეთ იჩქარეს სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის რა. რეალურად ეს არის ვექტორი ჩათვალეთ რომ ლოზუნგია. აქტიურად მითითება, როგორც გინდა ჩათვალეთ რომ ეს არის პირდაპირ მითითება იმაზე რა უნდა ვაკეთოთ. იმიტომ რეალურად თუ ჩვენ აქტიურები არ ვიქნებით, ჩათვალეთ რომ ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას. ეხლა რაც შეეხება ქალბატონ მზიას, რომელსაც არ ვიცნობ რა თქმა უნდა, არანაირი შეხება მქონია, მაგრამ ეხლა რასაც დღეს მისგან ხედავ და რაც მან გააკეთა, როგორც იგი მოქმედებს და საერთოდ როგორი ღირსეული ქალბატონია, ამას წარმოუდგენელია. აი მართლა ისეთი ღირსეული ქალბატონია, რომელიც წარმომედგენია საქართველოს ლეგენდარულ ისტორიებში რო იყო. თან ეს არაკაცები, თან რა არის, იცით? მა ფაქტობრივად მოახდინა ლუსტრაცია არაკაცობის. ქართველი კაცების არაკაცობის ილუსტრირება მოხდინა ფაქტიურად, იმიტომ რომ არ არიან ქართველი კაცები დღეს ამ ყველას არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, ვერთო დამიფაროს, აი ყოველ შემთხვევაში 20-30% არაკაცია, ისეთივე როგორც ეს ვიღაცა გაუმკვლელი, ლოყა აწეთილებული რაღაცა იდიოტი პირდაპირ გაგებით. ასე რომ საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან ქალბატონთან და მისი თავისუფლება ალბათ პირველ რიგში მოვამ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ საქართველოსგან თავისუფლდება, იმიტომ რომ მე ეჭვება რომ ამათ გამოუშვან იგი, ამ შემთხვევაში იგი ლაპარაკი ზედმეტია ესენი საქართველოს დათმობა, იმიტომ რომ ამა დათმობა ტაქტიკული სვლა არის, პირდაპირ მედია მოუსწავლეთში და თუ ამ კუთხით ვიფიქრებ და ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა მას მიუჯია, მაგრამ აუცილებლად თვითონ უნდა ჩაჯდებიან მის საგივრად. იმიტომ რომ ზიასნაირი ადამიანები არ მარცხდებიან, ისინი ყოველთვის იმარჯვებიან.